მე თუ რამე გამაჭაღარავებს, ეს იქნება ნიუ-იორკის ტრანსპორტი. პირველ რიგში მეტრო, რომელშიც ახლა ვზივარ და რომელიც არის ძალიან ნელი. და ეს არის ხოლმე ბოლო საკონტროლო გასწროლა სამსახურიდან დაღლილი რომ მიდიხარ სახლში და რო გინდა რომ მალე მიხვიდე და ეს რომ მიზოზინებს და მოცდის ინტერვალები აქვს ძალიან ბევრი. აი თბილისში მახსოვს 5 წუთი რო ვუწვდიდი მეტროს, ტრაგედია მქონდა რომ რა 5 წუთი რა და 10, 15, 20, 30 წუთი ჩვეულებრივი ამბავია რომ უცადო მეტროს მერე იჭედება, ზოგჯერ ხაზებია გადატვირთული, 28 ხაზია და ზოგჯერ ერთი მატარებელი მეორეს უცდის რომ გაიაროს, ზოგჯერ უბრალოდ ტექნიკური ხარვეზია და ნუ იტოქში, ანუ აი სანამ მიხვალ ერთი ადგილიდან მეორემდე გაჭაღარავდები რა და ყოველთვის ზედმეტი დრო ავანსად უნდა დაიტოვო, ანუ უფრო ადრე უნდა გახვიდე სადმე თუ მიდიხარ, იმიტომ რომ შეიძლება გაჩერდეს და ეს უნდა გაითვალისწინო. მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან მიყვარს მაინც მეტრო, იმიტომ რომ აი ცალკე სამყაროა. ნიუ-იორკი ხო არის, მაგრამ აი ნიუ-იორკის მეტრო არის კიდე ცალკე ქალაქი რა, მთელი თავგადასავლებით. ხო, მანქანა მყავდა, გავყიდე 6 თვეში, იმიტომ რომ მეთქი მეტროს მოშორდე რა, ამოვისუნთქო, მაგრამ ძალიან ბევრი საცობი, მერე ის რომ დასხობაც არის ძალიან ძვირი, ასევე პარკინგი უნდა ეძებო საათი-საათნახევარი, აი სამსახურიდან რომ მიდიხარ სახლში და საათნახევარი რომ ეძებ პარკინგს, რომ უბრალოდ დააყენო და მიხვიდე რა სახლში რა, მაგრამ აი უნდა გაგიმართლოს რომ იპოვო და მოკლედ ანუ სიგიჟია მანქანის ყოლა ნიუ-იორკში ჩემი აზრით და ეგეც გავყიდე. ავტობუსით იარო, ეგეც საცობებშია და მოკლედ ძალიან ველოდები რომ გამოიგონონ ზურგჩანთა, რომელიც იქნება საფრენი რა, საფრენი ზურგჩანთა და მოიკიდებ და გავფრინდებით ყველანი ერთად რა სადმე.